გადამრიე ამირიე ფიქრები და თუ ლოდის გადაურში მუდამ შენი ვიქნი აი გიზო ამ სიმღერაში მთელი კონცეფცია არის სიტყვა გადამრიეში ჩადებული რა. აი მოდი აი ამ კონცეფციას გავამარჯვოთ ჩვენ შორის რაც არსებობს დასაბაბიდან დღემდე რა. რა თქმა უნდა, ჩემო გოშა, მოდი ამ ჭიქით კაცებს გაგვიმარჯოს. კაცებს, არა მარტო კაცებს და კაცებს გაგვიმარჯოს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვაჭახონი. ჩემო გიზო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩვენ ჩარლი ჩაპლინის და დიდი ბაირონის შთამომავლები ვართ. რა თქმა უნდა. და ჩვენ დიდი შოთას შთამომავლები ვართ. რა თქმა უნდა. ჩვენ დიდი აინშტაინების და ვაჟების და ილიების შთამომავლები ვართ. ჩვენ სხვა სიყვარულს ვატარებთ. რა თქმა უნდა. ეს ბიჭები რატო იგიანებთ? გაცივდე ახლა. ბიჭებს გადაუნეკა. მოვიდენ უკვე. კაი ბიჭო, რა ჩამოიღე, კარები, ვაღებ, დაძა. ახტება კაცო. მოდი, შემოვდი. ვაი, მეგიზო ბიჭო, დამალეთ. სადმე დამალეთ, ეს ასისულელე ჩავიდინე გოჩა. ახტება. ვაი. ამბო კიდე. ვაი, დამა, ბიჭო, რა იყო, გამიხატა, გული. ვაი, ერთი წუთი. ვაი, ერთი წუთი. ესა ჩავიდინე. კიდე კაზინოში წავაგე? არა, უარესი. ონლაინ სესხია იღე ბიჭო კიდე? არა, უფრო უარესი. კაცი მოგალიდო? უფრო უარესი რა იყო? რაკენი? კაცი? ჰა? კუდარი ხარ და სული გველავარაგება თუ რაჭია საქმე? არა. აბა! ცოლს უღალატე. გაგისხდა გული. დაჯექი ერთი თუ გასხა, დაჯექი მას. აუ შენ გაგისხდა. არ გამი დაძე მიდგე, გადაიღენა ამცხარი მე ხაჭაპური რაღაც აკეთე. რა გადავიღო ჩემი. მასე შეკაცო მეც უღალატე ჩემ ცოლს, აბა? უღალატე ბაბა, თან გაიგო კიდევაც, აბა? მე გიზო. მე 6 თვე რეანიმაციაში ვიყავ და ახლა კი ვარ ჩიტივით. კარგია. აბა? კარგი ახლა ბიჭო, რას ქვია, ვერ გავიგე შენ. აბა, კაცი რისი კაცი ხარ? თუ არ უღალატე ხარ და თუ არ გაძვერი გამოძვერი რა. აქ ერთი რაღაცა არის, ჩემო, ახლა მომისმი მოდი ჩვენ ყველა დავუყნოდეთ. გიზო, აქ მე სადღეძელოს ვიტყვი მოდი რა. იყო ერთი ლამაზი კაცი, ვიც თქვა ასეთი რაღაცა. მე როგორც გიზო, ერთი წუთი რა, ძალიან მნიშვნელოვანი. გაფიცებ თუ საიდუმლო არ არის. ვინ არის? ვისთან უღალატე? ექიმია რა. ვინ ექიმია? შენი ექიმია. ვინ ჩემი ექიმია, ბიჭო? მე პროქტოლოგთან რო დავდიოდი და კედლებზე რო გავდიოდი ტკივილისგან შენ რომანი ქონდა მაგდროს რომ. ეგ და აუ ბოდიში რა გოჩა რა მაგ. ბოდიში ზევით მოითხოვე, მაგრამ გიზო ეს ძალიან ფსიქიკური ამბავია. ეს პრობლემაა. მომკლავს რა, იბედა მომკლავს და დასფიცა ვარ მომკლავს ვიცი რა. ეხლა მომისმინე. ეხლა კაი რა, შენი ცოლი მე მგონი არ არის ეხლა ის ტიპი რომ შენ მოვკლას, კარგი რა. უფრო მგონია რომ დაგახჭობს. აუ გოჩა დაჯექი რა. გიზო კარგი რა გეხოცები რა. ერთი წუთი გიზო. ეხლა მე მინდა ესეთი რაღაცა თქვა რა. მე არ ვიცი ლერი შენ საქმეში, მაგრამ მე როგორც ფსიქოლოგი ესეთი რაღაც მინდა თქვა რომ ჩვენ კაცებს ამის უფლება ჩვენ ბუნებისგან გვებოძა რა. შენ როცა ადამიანი, მე ვლაპარაკობ ძალიან ბუკვალურად ეხლა როგორც გესაუბრები, იცი, აი როგორც ეხლა მე შენ და შენ აი როგორც კაციკაც რა. როცა შენ მუდმივად იღებ ფსიქოლოგიურ წნეხს და სტრესში ხარ, ქალი მუდმივად შენ რაღაცა გამყოფებს ამ შეურაცხყოფის სტადიაში, შენ სრული უფლებაა სულ წახვიდე და იქ მიხვიდა სადაც სითბოს მოგცემენ და ჩვენ ერთი რაღაცა დავიმახსოვრეთ, ჩვენ ამის უფლება კანონით გვაქვს დაკანონებული, რომ ჩვენ ბოზებში ვიპოვოთ თავშესაფარი, როდესაც ეს ამის საჭიროება, იმიტომ რომ ჩვენ მე ვლაპარაკობ როგორც ფსიქოლოგი. ასიანი ხარ. იმიტომ რომ ჩვენ აქვს გულისხმობთ მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას. ჩვენ სულიერად არასოდეს ვღალატობთ ჩვენ ცოლებს. მე არ მახსოვს ღალატი მიწევს, მივდივარ, სახლში ტოვებ სულიერებას. ხორცი მიმაქ, სადაც ეჭირება. ამიტომ ჩვენ ამის კანონი გვაქვს შემოგვიყვება. კარგი რა გოჩა, რა კანონზე მელაპარაკები? რის კანონზე? ლიფი მიპოვა მანქანაში. რომელ კანონზე მელაპარაკები? კარგი რა. მოიც რა გიპოვა? ლიფი მიპოვა? ესეთი დაძრეული გაქვს.
ოდა მეც მაგასობო მაგარ შემიძლია რა. და მის კაბული რამე დაბალევინეთ თორემ. ზემოდან გვაქვს მწვანი ანთებული ბიჭო, ზემოდან. კარგი გიზო, გეხოცები, რა მწვანე გაკანთებული ერთი რა. გული მკივა უკვე აღარ შემიძლია რამე დამალევინეთ, რამე დამამშვიდეთ. გული თუ მკივა? ჩემოლერი? აგერ სანამ ვალიდოს მოგცემ და ენის ქვემოთ ამოიდებ ხო? სანამ გაგენა მანამდე ამოიდე თუ არა შენი ძოლი რომ მოვა? მაგენას ამოგრიჟავს და სად ამოიდებ მაგვალიდოს? რა გაცედი რა მართლა. იდარი რა გოჩა უთხარი რაღაცა რა. კარგი ეხლა. დაჯექი ეხლა გასულოთ მოიქეცი გასულ. აი კარგი გიზო, რა ხდება ეხლა? აქ არის ერთი ნო. მოდი ესე გავაკეთოთ რა. არს მე ხა მეთესაუბრები როგორც ფსიქოლოგი ლერი, არის ფიქრო რაღაცა, რაზეა საუბარი? ეხლა მე როგორც ფსიქოლოგი ეს ფონი არ უხდება, აქ სხვა საუბარი მიდის, სხვა ფონი გამიკეთე. უკაცრავად ბოდიში, ფეხშვილენ და ქალი ნახე ფეხშვილი გამიკეთე. ბოდიში. აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეხლა კონფლიქტის მოგვარების ეტაპობრივი ფორმატი. ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ სოციუმის ფორმატში უნდა გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი გამიგე. რას ნიშნავს სოციუმის კონფლიქტი ეხლა? რა არის სოციუმი? ეს არის საზოგადოება, ეს არის ადამიანების რაღაც გაგვეული ჯგუფი, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება. ამიტომ სოციუმის ფორმატში ჩვენ უნდა განვიხილოთ სუფრა. ჩვენ უნდა გააკეთო შერიგების სუფრა 15-20 კაცზე. 20 კაცი მინიმუმ ჩემგან იქნება. ძალიან მაგარი ბიჭები, ძალიან მაგარი. ტვინი რო უსხდებათ. აი მე-5 კლასში რო ბალზაკს კითხულობდნენ ეგენი. ძალიან მაგრები. ჩვენ აკეთებ სოციუმის ფორმატის სუფრას 15-20 კაცზე, თუ გინდა 30 იყო შენზე დანარჩენი, მე როგორც ეგრება. და აი აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ შერიგების ამბავი. შერიგება რომ მოხდება შესაძლოა შეხულშული. უკვე დაილევა შერიგების სადგერძელო, ეს ბუკვალური გადაწყვეტილებაა. ამას არ შეიცვალა. როგორ შემირიგდეს ავქნა მე? ისა ლოგიკური კითხვა გაჩნდა. აი დავუშვათ შერიგების სადგერძელომ არ იმუშავა. მაშინ რა მუშაობს? როგორ შეგირიგდეს? მაშინ ხსოვნის სადგერძელო დავლიათ. გიზო, ვინახარ მე გიზო, კარგი გაკეთე. ეგ არის ბაკათობა ეგ არის მეგობრო, მაგ გიზო. გიზო. აი მე რა, აი. გიზო გა. გიზო. სისულელე ჩავიდინე რა, სისულელე ჩავიდინე. მომკლავს რა გეუბნები რა. კარგი ეხლა ვაშკაცი ხარ და დამთავრდა ამბავი, всё. კარგი რა, არიცი, გოცა არიცი ეხლა შეიძლება და არიცნობ ეხლა ჩემწოს არიცი როგორ ეტივე. ერთხელ გულამოღებული ბრეტელებიანი მაიკა ჩავიცვი და გამზდელი მაგინა. გამზდელი, გასაგებია. ეს გამზდელი თვითონ შობელიზეა, გასაგებია. ესეც იცი რა, თემატურია, კი. მოდი მაშინ დედის სადგერძელზე დავდო. გაუმარჯოს. აბა რა. გამზდელი ვახსენეთ. თემატურად ვახსენეთ. ეს ყველაფერი იცი რა, ეს არის ჩვენი გარემო, ეს ჩვენი სივრცე, გამიგე? ამოი. კარგი, დაჯექი ხო რა გავაკეთო ბიჭო, ვაიმე რა რამ გამაკეთებინა, რამე ნორმალური მირჩიეთ აღარ შემიძლია რა ვქნა. მე გეტყვი ძმაო. მე გეტყვი რა ხან რჩევა მკითხე, მე გეტყვი ძმაო. სრული სერიოზულობით გეუბნები. ხო. თავი უნდა მოიკლა. გიზო, რას ეუნები ხა? კარგი რა გიზო, კარგი რა მარტო ვინახარ, მასხარა კაცი ხარ, ვინახარ. ახლა რას ეუნები გიზო? კითხე და კითხარი და რა ვიცი. გიზო. ვიცი ვაი არ მაცოცხლებს. ვიცი რომ მომკლავ და სანამ ეგ მომკლავს, მანამდე მე თვითონ მოვიკლავ ჩემ თავს. გაჩერდი. მე თვითონ მოვიკლავ ჩემ თავს. აი ბიჭო, გაჩერდი ახლა, რა დიალოგ. დაუჭირე ბიჭო ხელი. გაჩერდი ახლა. გავშკელი. როგორია? ეს რა არის ბიჭო? წყლის პისტოლეტით იკლავ თავში, კაცი ხარ შენ. ვაჟანტო დაგაგე მომის უკვე. ფაში თავს დავიწყო. აუ, არტი ბიჭო ხელი. ოდე ხო დაჯექი ხო. დაჯექი ხელწები რა ახლა რა კაცივით მოიგეთი რა დო. მართლა და მართლა. აი ბიჭო. აბა რა მეწესიერი მირჩიეთ აღარ ვიცი რა გამოკეთო, ხო ხედავ არა? გაჭირება შავდა და უდგე მეგობარს გორჩიკა თუ მე შეთანავარ ძმაო მთელი სული და გულით რა იყო აბა სადა ვაკავა. მე მომეცი რაღაცა რჩევა არ შეიძლება კაცო. მომკლავს შემიცოლი ხო ვიცი არა მომკლავს. არავინ არ მოკლავს ახლა შემოგარგო, არავინ არ არიცი მოკლავს. ახლა შენ არიცი, გოჩ არისტობ შემცოლს რა. არ ვიცი კეთოს კაცო, შენ ლალიკოს მარი არა ხარ? კარგი რა გოჩა რა ლალიკო კერა მესამე ცოლი მყავს, უკვე იყო პირველი კაცო. ეხა ხათუნა მყავს. რას მეუნები? რას გეუბნები? მე ეხლა უნდა ვიგებ, კაცო, პირველ რიგში გილოცავ, შემოგარგო. გილოცავ მე საჩუქრზე გავარდები. კარგი, რა გასაჩუქრზე გავარდები. ზოლი მაგარი საჩუქარი ხარ. თვითონ უხერხულში ვარდები ხლა. კარგი, გოჩა რა გეხოცები რა საჩუქრის დრო არის ახლა რაღაცა რომ მირჩიო იმის მაგრამ საჩუქრზე გარბი ხარ კაცო. რაღაცა იდეა მომაწოდე, რაღაცა აზრი მომაწოდე, ეგ არის მეგობრო, ეგ არის. აი დამშვიდი ბიჭო, დამშვიდი ბოლო რაღაც დაველაპარაკებით იმ თავს ამ დარეკავს ან რაღაცა და შეგარიგებთ კაცო რა პრობლემაა? აი ბიჭო, გაჩერდი ბიჭო. აი იყო. ოი მე ჩემი ცოლი მირეკავს. აი საინტერესო. არ ცოლი მირეკავს რა უთხრა? რა უთხრა? აი საინტერესო აი რა შეიძლება. ალიო უთხარი, ალიო. არ გიგე. ეხლა.
ხარა, კაცი ხარა. კარგი, ეხლა გიზო. გიზო, უბასო, იცი რა ქენი. მოდი იცი რა გავაკეთოთ. მოდი ეს ამბავს შეტოხდეთ. მოდი შენ მან არ ვიცი რა კეთებია. დააჭირე და უპასუხე. აბა, თვითონ საინტერესო თვითონ პროცესი საინტერესოა. მე როგორც ნუ გეშინი ახავარ. ალო. თავზე დაბაბ ყველაფერი. დაგა უგა საინტერესოა. ხო. სად ვარ? გიზოსთან. მოხვალ. გამითიშა. კარგი. ვაიმე, ბიშოლეთ, ახლა ერთ წუთში აქ იქნება. ერთ წუთში აქ იქნება, მომკლავს გეუბნები. ბიჭო, როგორ იქნება ეხლა გლდანიდან საბურთალოს ერთ წუთში რანაირად გამოვა? გიზო, შენ არიცი, ჩემი ცოლი გაბრაზებულზე 120-ით გარბის. კაი შენ გეუბნები 120-ით გარბის. ეს მოღალატე არა კაცი. სად არის? სად ვის უღალატე? ბიჭო, შენ ვის უღალატე? კოჩა. ვის უღალატე? ბიჭო, შენ ვის უღალატე? რა? გამარჯობა ხალბატონო ხათუნა. ეგ რა გიჭირავს, ხათუნა რა? ეხა ვერ იცანი, ხო? შენი ზუკნას თმებია და შენც ასე უნდა მოგაცალოს კავი. მოდი ახლა. მოდი. ბიჭო, რა უნდა გიქნა? ეხლა ჩემო კარგო მეგობარო რა. ეს ვერ გავიგე, ეს ლერი ძალიან სუსტი კაცი გამოდგა რა ბიჭო. ესე იგი ცოლი აჩმორებს ფაქტიურად ბიჭო. რა არის? ეს ქალის საქმეებს აკეთებია ბიჭო. კაცი თუ არ გავაკეთე კაცური საქმე, კაცო. მაგან ერთი რაღაცა ვერ შეიგნო, ჩემო გიზორო. ხალი არის ქვევით და კაცი არის ბუნებისგან. აბა რა. აზე დამდგარი, საოცრება. კაცებს გაგვიმარჯოს, კაცებს. მოიცა დამარეცხინე ჯურჯელი თორე გამოვადა თავზე ისა რა ქვია ლეწება კიდე. კაი ბატონო. ატაგალაწოს თავზე კიდე ხო ვიდამის ის კიდე. ეს ბეხიათი რა.